Სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, იქიდან გამომდინარე, რომ კულტურული მემკვიდრეობის კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არ დაირღვეს მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის აქვეყნებს გარკვეული ტიპისა და ხასიათის და შინაარსის ტექსტსა და პოსტს მოუწოდებს დედაქალაქის მერიას, ასევე მოუწოდებს კულტურის სამინისტროს და სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა თუ სხვადასხვა ტიპის არქეოლოგიური ნიმუშების აღმოჩენაზე. ამ პოსტის მთავარი შინაარსი და ნარატივიც იმას უკავშირდება, რომ დაიწყოს მოკვლევა ზუსტად ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ იქ ვართ რა ტერიტორიიდან და პერიმეტრიდანაც გამოქვეყნდა აღნიშნული ფოტომასალა და ვიდეომასალა, ამიტომ ახლა კონკრეტული კითხვები და კითხვის ნიშნები, მათ შორის სააგენტოს მხრიდან მიემართება ყველა იმ ორგანოებს, რომლების ვალდებულებაც არის, რომ ნებისმიერი მსგავსი ნიმუშის აღმოჩენის შემთხვევაში იგრძნოს საკუთარი პასუხისმგებლობა და ის ხელშეუხებელი დატოვოს და ჩაატაროს შესაბამისი სამუშაოები, რათა რომელიმე ნიმუში არ დაზიანდეს. თავისუფლების მეტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილი არის აგურის წყობა, სავარაუდოდ 19 საუკუნის ძველი გარეთუბნის კოლექტორთა სისტემა, ასევე აღმოჩენილი არის უამრავი კერამიკის ჭურჭელი, რომელიც ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით მე-19 საუკუნის განეკუთვნება. მართალია სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა დღემდე უცნობია, როდის დაიწყება გამოვლენილი არქეოლოგიური ფენების შესწავლა და საერთოდ რა ბედიელის მათ. ასევე უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა თუ ასეთი არსებობს, რა თქმა უნდა, ვინც არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა უწევდეს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ჩვენ მივმართავთ კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიას დაიწყოს კონსულტაციები კანონით განსაზღვრულ ვადებში გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და აგრეთვე პროექტის მიმდინარეობისას ეფექტური არქეოლოგიური საზედამხედველო პროცესის კოორდინაციისთვის. შეგახსენებთ, რომ ეს არის მკაცრი დაცვის პირველი ზონა, ამიტომ მთავარი კითხვის ადრესატები გარდა იმ კონკრეტული ორგანოებისა, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, რომ კომპეტენტურად აწარმოონ სამუშაოები, იყვნენ დარგის ექსპერტები და სპეციალისტები, ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ დედაქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას იკვლევენ და გარდა ამისა, კულტურის მენეჯერები, მაგალითად დარგის ექსპერტებმა დაგვიდესტურეს, რომ ამ პროცესში უკვე ცალსახად დარღვეულია კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, რადგან თავიდანვე უნდა ყოფილიყო საპროექტო ჯგუფშიც ისეთი გარკვეული პროფესიისა და სპეციალობის ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებიც შეისწავლიდნენ არეალს და მათ შორის არქეოლოგიური ნიმუშების სავარაუდო აღმოჩენასთან დაკავშირებით გამოყოფდნენ კონკრეტულ არეალებს, ამიტომ მათი მთავარი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ თუ კი პროგნოზი შესაძლებელია გაკეთდეს რაიმეს დარღვევით ჩატარებასთან დაკავშირებით, ამას აქვს წინაპირობაც, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ კანონი უკვე დაარღვეულია. რაც შეეხება კულტურის მენეჯერებს, ისინი გამოთქვამენ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნების კულტურის სამინისტროს და მით უმეტეს დედაქალაქის მერიის პირობებში მათ არ აქვთ ობიექტური სამუშაოების ჩატარების მოლოდინი და ამის სადემონსტრაციოდ გარკვეული ტიპის ფაქტებსაც იხსენებენ უახლოესი წარსულიდან. ირღვევა კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, იმიტომ რომ ეს არის თბილისის ისტორიული ნაწილი და ეს არის ძეგლის ოფიციალური სახელწოდება. გულისხმობ არეალს, სადაც რეაბილიტაცია ტარდება, რუსთაველის გამზირს და თავისუფლების მოედანს. და ეს არის მკაცრი დაცვის ზონა, ანუ ეს არის პირველი ზონა და ეს არის მკაცრი დაცვის ზონა. რაც ნიშნავს იმას, რომ საპროექტო ჯგუფშიც უნდა ყოფილიყო კვლევა, სახელოვნებათა მცოდნეო კვლევა, სადაც კონკრეტული არეალები იქნებოდა მითითებული სავარაუდო არქეოლოგიური ფენების გამოვლენის თვალსაზრისით და თვითონ უკვე დაწყებული პროცესის პირობებში პირველივე დღიდან უნდა ყოფილიყო არქეოლოგიური ზედამხედველობა. ამას განსაზღვრავს კანონი, ეს არის წესი, რომელიც უკვე დარღვეულია. ღირსეულ და პასუხისმგებლიან სახელმწიფოში ამ საკითხების მიმართ უფრო მეტი სიფრთხილეა, უწყებები არიან უფრო მეტად მობილიზებული, როდესაც არქეოლოგიურად მდიდარ ადგილას ხდება მსგავსი ტიპის მასშტაბური რეკონსტრუქციის სამუშაოები. ამ შემთხვევაში მე სამწუხაროდ არ მაქვს დიდი იმედი, რომ თბილისის მერიასა და კულტურის სამინისტროს ან კულტურულ
მემკვიდრეობის სააგენტოს შორის არის აქტიური კომუნიკაცია, არის მობილიზებული შესაბამისი ჯგუფები, რომ მსგავსი არქეოლოგიური არტეფაქტების ესე იგი აღმოჩენის შემთხვევაში ეს ჯგუფი ძალიან სწრაფად მოქმედებდეს, ერთის მხრივ არ დაზიანდეს ისტორიული კვალი, ხოლო მეორეს მხრივ არ შეფერხდეს თავად ეს სამშენებლო სამუშაოები. მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელ Facebook-ზე. მისი შინაარსი და ნარატივი კი არის დაახლოებით ასეთი, რომ ის აგურის წყობები, რომლებიც აქ სწორედ ამ ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი, მათი ვარაუდით არის გარეთუბნის კოლექტორების სისტემა, რომელიც თარიღდება მათი მტკიცებით სავარაუდოდ მე-19 საუკუნით, ამიტომ ისინი მოუწოდებენ ყველა შესაბამის ორგანოს, მათ შორის დედაქალაქის მერიას, სააგენტოს, კულტურის სამინისტროს, რომ ამ საკითხით დაინტერესდნენ და ყველა ის სამუშაო, რომელიც აქ მიმდინარეობს, მათ შორის შესაბამისობაში მოიყვანონ კანონთან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.